სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგი კითხვა ძალიან რწმენის მომცემი და ძალიან საინტერესოა, რომელზეც არაერთხელ გაუცია პასუხი და მთელი ქადაგებებს ეს გაზდევს სხვათა შორის. როგორც ეთყობა ახალგაზრდა პიროვნებას ვავს ამ კითხვას. მე მქვია ქევინი. საკმაოდ ახალგაზრდა ქრისტიანი ვარ და ერთ რამეში ვარ დაბნეული. კარგი ქევინ. მეც შენსავით ბევრ რამეში ვარ დაბნეული, ასე რომ თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. ქევინი, როდესაც ჩვენ მოკვდებით, მივდივარ თუ არა პირდაპირ ქრისტესთან, თუ არის რაღაცა გარკვეული ლოდინის პერიოდი და ამის მიზეზი, რის გამოც მე ამას ვკითხულობ, არის ის, რომ მე წავიკითხე ფილიპელთა პირველ თავში, სადაც ნათქვამია, ვინც ქრისტეში ცხოვრობს. მე წავიკითხა 21 მუხლიდან. რადგან ჩემთვის პავლე მოციქული ლაპარაკობს, რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი მონაგები. თუ სხეულში ცხოვრება ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არ ვიცი რა ამოვირჩიო. ორივე მიზიდავს, სურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რა კი ეს ბევრად უკეთესია, მაგრამ სხეულში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო. მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისთვის, რათა ჩემი მეშვეობით გამრავლდეს თქვენი ქება ქრისტე იესოში, როცა კვლავ მოვალ თქვენთან. მე უბრალოდ დაბნეული ვარ, ის თუ აპირებს წასვლას, ის დარწმუნებულია, რომ პირდაპირ ქრისტესთან მივა? ჯონი მაკარტური ეკითხება. რას ამბობს ბიბლია რას ამბობს პავლე ამ ადგილზე? სწორედ ის ამბობს. ასე ამბობს ის, მე მივალ, წავალ და ვიქნები ქრისტესთან. ანუ მათ შუაში არაფერი არ არის ქევინ. ის ამბობს, წავალ და ვიქნები ქრისტესთან და მას ამ ყოფნის იმედი აქვს. ანუ არაფერში წასვლა არ არსებობს. წასვლა და ქრისტესთან ყოფნა. და ქევინი პასუხობს, ადრეც დაგისვეს ჯონ ესეთი კითხვა? რა თქმა უნდა. და მისი მთავარი მუხლია ამის გასაგებად მეორე კორინთელთა მეხუთე თავის მერვე, რომელიც საზეპირო არის, მე თუ გითხავთ ყველასათვის. შეხედეთ ამას, მეორე კორინთელები 5:8 და პავლე ამბობს ესეთ რამეს. დარწმუნებული ვართ, ასე არ არის? თუ შენი ბიბლია სხვა რამეს ამბობს. არა, ჩემი ბიბლიაც ამბობს, ჩვენ ჭეშმარიტი გამბედაობა გვაქვს. ესე იგი, როგორი? ჭეშმარიტი გამბედაობა. ჩვენ გაბედულები ვართ. ანუ თავდაჯერებულები ამბობს პავლე. მზადა ვართ, როცა სხეულს დავტოვებთ, ვიყოთ სად? სახლში უფალთან, ქევინი პასუხობს. დიახ, ვიყოთ უფალთან. ეს არის ყველაფერი, რაც თქვენ აქ გაქვთ. სხვა ადგილი არ არსებობს. ან მყოფი სხეულიდან, როცა ტოვებს, ის მიდის უფალთან. სხვა გზა არ არსებობს. არ და ეს ხო მაგარი ამბავია, ქევინი ეხმაურება. რა თქვა იოსემ ჯვარზე? მამაო, შენს ხელში მე რა? ვდებ ჩემს სულს, ხომ? მიიღე ჩემი სული. წადი აქედან იქით, სხვა არაფერი არ არის მათ შორის. მოსაცდელი ადგილი არ არსებობს, რაც ჯერათ კათოლიკეებს, მართლმადიდებლებს და კიდევ სხვა დენომინაციებს. ავაზაკს რას ეუნება ჯვარზე? ამაღამ ჩემთან იქნები სად? 64-ში. და ახლა ეს არის სული. ეს არის შინაგანი ადამიანის სული. სხეული კი მიდის საფლავში და ელოდება რას? აღდგომას, რათა კვლავ შეუერთდეს ამ სულს. გასაგებია? სრულიად პასუხობს ეს ჩემს კითხვას, გმადლობ ჯონ. კარგით. მადლობა თქვენ.